ასევე ძალიან მაგარ მუსიკას წერს და იურისტი დაუძახებს საგამოა მის მიმართულებით ნუ ვიწრო წრეში მხოლოდ ვიწრო წრეში ისე ფართო საღამოს გაკეთება მაგრამ თუმცა იგეგმება და არა მარტო საქართველოში მიდაგიწევა არა მხოლოდ საქართველოში ეს სიურპრიზი რამდენი ადამიანისგან შედგება თქვენი ანსამბლი ორისგან ერთი უკრავს მეორე მღერის ორივე მღერის და ორივე უკრავს ორივე მღერის ფანტასტიკურია გიტარის ტამტამებზე არა ორი გიტარა სოლო და ასე ვთქვათ თუმცა ჯგუფის გაზრდასაც გიგმობ არც ეს არის პრობლემა არა პრობლემა კი არ არის ჩვენ ვეძებთ მაგალითად დასარტყმელ ინსტრუმენტებზე დამკვირვებთან ბას გიტარის კი არა უბრალოდ რასაც ეხლა ვაკეთებ ვაკმაყოფილებ თუ რაღაც დავჭირდა აუცილებლად გვეყოლება იმიტომ რომ არიან ის ადამიანები ჩემი მეგობრები და იგივე თანგოსმები რომელიც უკრავენ უბრალოდ აუცილებლობა არ არის ჯერჯერობით ზუკა რამდენად გაგიჭირდებათ თქვენი ხმა მიიტანოთ თითოეული ახალგაზრდის ყურამდე იმ ახალგაზრდის ყურამდე რომლებიც ამ საზოგადოებაში არიან ძალიან დაკარგულები თავიანთი თავი ვერ უპოვიან ადამიანებს იგივე უნივერსიტეტებში სხვადასხვა სასწავლებლებში მეგობრებში და ასე შემდეგ არ გიჭირთ თქვენი ასე ვთქვათ აზრების გაზიარება რამდენად ესმით თქვენი ამ ადამიანებს და თუ გაქვთ იმედი რომ შეიძლება ოდესმე ამ ფენამ საზოგადოებისა გამოიღვიძოს და გახდეს პროგრესულად მოაზროვნე. აი ერთს ვიყავ მაგასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა უმთავრესი თუ არა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ხმა მივიდეს საზოგადოებამდე მოგვისმინოს საზოგადოებამ მე ერთი ძალიან საპატივსაცემო ადამიანი ზოგი კრიტიკა გვაკრიტიკებს კიდეც რაღაცების გამო განსხვავებული კრიტიკა აბსოლუტურად მისაღებია მაგალითად ერთმა ძალიან მართლა საპატივსაცემო ადამიანმა გითხრა რომ ძალიან კარგი ლექსებიაო მაგრამ ხელოვანის დანიშნულება არის არა მხოლოდ გააშიშვლოს საზოგადოებრივი პრობლემები არამედ იმედში დაუნერგოს და რაღაც ოპტიმისტური ნოტაც უნდა იგრძნობოდესო შემოქმედებაშიო აბსოლუტურად ვედახვევი ვიღებ ამ კრიტიკას როცა დავინახავ რაიმე საიმედოს ამაზეც დავწყობ მაგრამ არის ახლა კატეგორია საზოგადოების არ მინდა რომ არავინ შეურაცხყოფად მიიღოს მაგრამ პრინციპში რომც მიიღოს არც ეს არის ჩემთვის პრობლემა საშეურაცხყოფო ხალხი არის ასე ვთქვათ აი ვიცნობ მაგალითად ერთ-ერთ პიროვნებას გოგონა ძალიან ცეთი ჩვენი გოგონა არის თბილისელი ჩვენი ასაკის არის დაახლოებით რომელიც სულ რაღაც 2-3 წელია ცხოვრობს ამერიკაში და თავსვლის ნიუ-ორლიანელად მე თბილისელი არ ვარო გვეუბნება ქართველი არ ვარო აი ასეთი საზოგადოებამდე თუ ვერ მივიტანეთ ჩვენი საქმელი არ თუ მივიტანეთ და ვერ გაიგეს საერთოდ არ არის ეს ჩემთვის პრობლემა ჩვენთვის მნიშვნელოვანია აი ეს ჯერ კიდევ სადაც არის ის პოტენციალი რომ გამოიღვიძოს, დაინახოს, შექმნას, ააშენოს და არა დაანგრიოს და რაღაცა უცხო ჩამოიტანოს და თავისი დაკარგოს, ასეთ ხალხამდე როცა მივიდათ სათქმელს, მაშინ ჩავთვლით რომ თუნდაც აი პატარა აგური ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში დავდეთ ჩვენს და რა ვიცი, დრო გვიჩვენებს. იმედი გვაქვს რომ ხალხს დაინტერესებს ჩვენი აზრები, ჩვენი შემოქმედება და შემოგვიერთებიან და ბევრი ვიქნებთ. მე ვფიქრობ რომ ძალიან გაგიჭირდებათ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ დღევანდელი ახალგაზრდობა არის ძალიან მთლიანად ორიენტირებული იმაზე, რომ წავიდეს საქართველოდან. პირველი პრობლემა, წავიდეს საქართველოდან. ყველა ცდილობს სასწავლებლად თუ საცხოვრებლად ამის მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ ადამიანს სრული აღარ აქვს იცხოვროს საქართველოში. ყველა ახალგაზრდას გონია რომ ფარგლებს გარეთ უფრო კარგად გაერთობა, უფრო კარგად ძირითადად სასწავლებლად წასვლა არის მიზეზი ხოლმე. ხშირ შემთხვევაში არის მიზეზი, რომ მოშორდეს თავის ქვეყანას და ასე ვთქვათ, თავისუფლება შეიგრძნოს სხვა ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ მხოლოდ თავისუფლებისთვის მიდიან ეს ადამიანები საზღვარგარეთ. ხომ არ იცით რა შინაგანა თუ არა თავისუფალი ადამიანი? თუ გინდათ აი ისეთ ადგილას წადით, სადაც საერთოდ არაფერი არ ხდება. ერთ კუნძულია კარგი და ჩახვედით და არაფერში არც კანონი მოქმედებს, არაფერ თუ არ ხარ თავისუფალი ადამიანი, იქაც არ იქნება თავისუფალი ადამიანი. ხომ და აი, როდესაც არ ხარ და ნახულობ იმას, ერგები გასაგებია და ივიწყებ შენ საერთოდ ამაზე საუბარი და ამით სარგებლობს ბევრი სამწუხაროდ. აი, როდესაც როგორი აი რა გჭირს საერთოდ ვართ ერთ პატარა ქვეყანა რეალურად და აი როგორ ზაზუმარო არის საცდელი ხომ იცით და ეს ჩაქსვა კუნთში პატარაში და ახლა მე გაჭმევ შენ ან არ გაჭმევ ან ნემს გაგიკეთებ როცა მინდა გაგიშვებ ან არ გაგიშვებ აი ესეთ რეალობამდე ვართ მისულები ჩვენ და
ჩვენ გვაქვს იმის უნარი, რომ ამოვიდეთ ამ ყოთიდან და თავისუფლად ვიცხოვროთ. Չէ, აი საზოგადოებას არ ვსაუბრობ მარტო თქვენს თაობაზე. საზოგადოებას თუ აქვს ამის უნარი. ძალიან ძნელი. Რა თქმა უნდა, არის ძალიან ძნელი. აი იმედიც რომ აღარ არსებობს ეგეთ ვარიანტში ვართ, მაგრამ აი ჩვენ ხომ არ ვართ ეგრე და ჩვენ მინდა ვთქვათ რომ ჩვენ არ ვართ ეგრე და არავინ ანუ ვისაც უნდა რომ ესე არ იყოს, ნუ სამწუხაროდ თავიანთი მიზეზების გამო ხო ვერ იძახიან, ხო? და ჩვენ მინდა უთხრა იმ ადამიანებს მარტო არ არიან, ხო და ჩვენც ესეთები ვართ როგორიც ისინი. და ძალიან მიხარია რომ არსებობენ. თუ დაისვა მე-12 კლასელებში კითხვა, კიდევ ვიმეორებ რომ სწორი იყო ეს კითხვა თუ არასწორი დაისვა, ესე იგი რაღაც იმედი შეიძლება გქონდეს. გამომამწყვდე სკოლაში ცდებს ატარებენ ჩემზე, უსასრულობის ხსოვნაში საკუთარ სახელს ვეძებ. მოდით დავწონოთ, ამით არაფერს ვკარგავთ, მერე ავზომოთ, გავზომოთ თეთრი ზაზუნის მსგავსად. ექსპერიმენტის ნაწილი გამხადეს ნების მიღმა, ვერ ავისრულე წადილი თავისუფლება მინდა. ფიქრობდი, სადღაც მენახა ერთ დროს ვარდი და ია, არის ასეთი სინჯარა მას საქართველო გვი. ძალიან კარგი. ყველა ჩვენს წინადადებაზე ლექსი გვაქვს მზად. ეს არის ძირითადი პრობლემები, რაც ეს გულწრფელი და რეალურია და ყოველდღიურად ხდება და მონაგონი არ არის და თუ არ ხარ ჩაკეტილი და რაღაც ესეთი ადამიანი რომ მარტო ერთ მხრივ აზროვნებ და არ გინდა არაფრის დანახვა, რა თქმა უნდა უწოდებ რომ ეს არის მონაგონი. ძალიან კარგი იქნება თუ კი მარტო მე-12 კლასელები არა, ყველა ადამიანი, ყველა ახალგაზრდა. აი დატა თუთაშიაში არის ერთი ძალიან კარგი ნათქვამი ამასთან დაკავშირებით, რომ სხვისი მოცემული თავისუფლება არ არსებობს, თავისუფლება ყველა თვითონ უნდა მიანიჭოს საკუთარ თავსო და ამისათვის საჭიროა გამოიღვიძოს საზოგადოებამ. აი ძალიან ბევრჯერ ახსენა ზოგადად ეს მე-12 კლასელები და მართლა ძალიან გასახარი არის, რომ ეს ბავშვები სვავენ კითხვებს. თუმცა ცდილობენ რომ აი ეს პროტესტიც ჩაკლან. თუნდაც კონკურსი ჩაატარეს მემიყვარჩენი პოლიცია. მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ აგვერდზე ვართ რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა. იმიტომ კი არა რომ ხა რაღაც შესაძლებელია რაღაც განათლების რეფორმა გვინდა ჩვენ და ასეთი მოთხოვნა გვაქვს. უბრალოდ ადამიანები არიან რომელსაც დასვეს კითხვა და ძალიან გალანძღეს ეს ბავშვები, რომელიც არ იმსახურებენ, მაგრამ არ არიან გასალანძღე ბავშვები. თავიანთი თანატოლების მიერ. მე რა გამახსენდა იცით? ჯერ რუსთაველზე სიუჟეტი ვნახე, პირდაპირ ვიძახი ტელეარხს. კითხოთ რომ უსვამდნენ ალბათ. ეს იყო კიდევ ერთხელ ვიტყვი საბჭოთა კავშირში ესეთი რამ არ ხდება. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის საშინელება და ფაქტიურად ეგ კითხვები წავიდნენ და თავიანთ ეთერში ერთმანეთს დაუსვან, მე მგონი აუცილებელია, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ და ბევრი კითხვა აქვს გასასწრელი ერთმანეთის მიმართ. გამოდიხარ შენ ბავშვ შენ შვილის ხელავავს და ესე რომ ჩაჭრა იმისთვის გამოდიხარ ესე იგი აი მავნე ხარ თუ ვერ გავიგე რა ხარ და ამ დროს აჩვენებენ ბავშვს რომელიც მარტოზის კლასში დარწმუნებული ვარ მისი კლასელები იყვნენ ქუჩაში და ლანძღავდა ეს ბავშვი და მე გამახსენდა ერთი ჩვენ ბავშვობაში იყო ეხლა აღარ არის შატალო ეხლა აღარ არის მანდატურები რა აუცილებელია შატალო არის ცუდი ვეღარ მიიღებ განათლებას ხო და რომ მივდიოდი მთელი კლასი ეს არის ადამიანების ურთიერთობისა იცით რა ყველა დადიოდა უნდა გააკეთოს და ასე ვთქვათ პირველი კლასიდან არის სწავლებოდა ანუ რუსული ან ინგლისური არის სწავლებოდა ეს ძალიან მიზანმიმართულად ხდება ჩადება რა ამ ბავშვებში იმიტომ რომ ვიტყვი რომ ირაკლი ჩარკვიანიც დადიოდა შატალოზე და ეს ადამიანები ხო იმ საბჭოთა კავშირის დროს და ინგლისური ძალიან შვიათი იყო მაგრამ ძალიან მაგარი ინგლისური იცოდნენ ხო არ არის აუცილებელი რომ ქართული რო არის ის ბავშვი ჩაუდონ და სხვა ენა ეს არის 1978 წელს პირდაპირ გამეორება თემიდან გადავხვი ახლა მაგრამ იმ ბავშვზე მინდა ვთქვა რომ მაგონები და შატალოზე რო წავიდოდ და ყველას ყოლიათ ალბათ ესეთი კლასები რომელიც მარტო რჩებოდა ხო კლასში ხო და იმას მე სხვა ძალადობისკენ არაფერს არ მოუწოდებ მაგრამ სხვაერად ველაპარაკებოდ და ის მე მოდიოდა ხოლმე ანუ ჩხუბით და რაღაცა არა მაგრამ უხსნით რომ ეს არ შეიძლება და ზუსტად ის გამახსენდა და ის არის ამ ყველაფრის შედეგი და ის თუმცა მე სიძულვილით ამ ბავშვის მიმართ არ ვარ განწყობილი იმიტომ მის ბრალი არ არის
დღეს ასე ვთქვათ კლასში ერთი თუ გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც სურვილი ექნება რომ შატალოზე წავიდეს, თორე დანარჩენი ყველა. ეხლა მე წარმომიდგენია როგორი ინტერპრეტაციები შეუძლიათ დაინტერესებულ ძალებს მიცემ ჩვენს პროგრამას ამიტომა. პირდაპირ ვიცი რომ ჩვენ არც შატალოსკენ მოუწოდებთ ბავშვებს, არც რაღაც საბჭოთა კავშირი გვენატრება, არ გვინახია საბჭოთა კავშირი, არ ვარ ჩვენ ცნობები რომ ის გვიყვარდეს რაც არ ვიცით. აქედან გამომდინარე, ნუ მიცემთ ის ერთი ინტერპრეტაციას რომ ჩვენ რაღაც ან ანარქიისკენ ან რაღაც საშინელებებისკენ მოუწოდებთ ხალხს. ჩვენ უბრალოდ გვინდა თავისუფლება. თავისუფლება გვინდა, სკოლა არ უნდა გავდეს. სიხეს ვისაუბრეთ იქო. სკოლა სიხეს არ უნდა გავდეს და ბადრაგების სკოლაში ბავშვებისთვის საერთოდ არ არის საჭირო. მე ხო კადრანაცაც რა, აი ძალიან საწამებელი ოთახები რო გააკეთეს და რაღაც. მე და თენგო ვიყავთ რომ ერთ-ერთ სკოლაში ხო არ მინდა თქვა და თენგომ თქვა რომ დირექტორის ნახვა გვინდა ერთ-ერთ მასწავლებელთან და ამ მასწავლებელმა ძალიან შენიშვნა კი არ მოგცა გაგვაფრთხილა ეს. გაჩუმდი თუ ხალბატონი დირექტორი მანდატურმა რო გაგაძევებთ იქიდან. ხალბატონი დირექტორი. პატივცემულო მასწავლებელო რითი განსხვავდება. ხო? ანუ არანაირი ცვლილება რა. და ყველაზე ცუდი რა არის იცი აი იმ დროს. მანდატურას როგორ უნდა ვიმართოთ ბატონო მანდატურა და ხალბატონი მანდატურა თუ ჯერჯერობით ბატონო ბადრაგო უნდა დავუყო. ხო, არ ვიცი მანდატურას. არ ვწავლობ. აუბრალ გვესწავლა ხა წარმოვიდგენია რა დღეში იქნება ჩვენ. რა დღეში არა სხვანაირი აზროვნება გექნებოდა და აუცილებლად და და დღეს პირველ კლასელებს მშობლები აშინებენ და არა მარტო პირველ კლასელებს მანდატურით. სხვა მშობლები აშინებენ. მშობლები, საუბარი მშობლებს უნდა რომ შვილი ყავდეს ეგეთი მანდატური დაშინებული ბავშვი და ეხლა რაზე არის საერთოდ? და ამას ხელისუფლება ძალიან აქტიურად იმეორებს, რომ მანდატურმა ჩაანაცვლა ფსიქოლოგია, რომელიც არის სრულიად ირეალური. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება და პოლიციელმა ჩაანაცვლოს ფსიქოლოგი. ხო, პირადად დედაჩემ ფსიქოლოგი იყო სკოლაში და ჩაანაცვლა მანდატური. კი, ნამდვილად ჩაანაცვლა. იმიტომ რომ დედაჩემ მიძახდა რომ არ შეიძლება ბავშვს ასწავლო პირველ კლასში სხვა ენა როცა არ იცის. ეს უბრალოდ ბავშვის ფსიქოლოგია. მე გეთანხმებით არის 1978 წლის განმავლობაში უბრალოდ. აუცილებლად სტუდენტების მიერ რაც მაშინ განხორციელდა ყოველივე ამის წინააღმდეგ დღესდღეობით ნამდვილად არ იქნება და ეს თავის შედეგს გამოიღებს იმ შედეგს რაც უნდა გამოიღო და რასაც ძალიან ხელი შეუშალა იმ ახალგაზრდებს. გავიხსენოთ 1978 წლის სტუდენტები და დღეს ისინი შევადაროთ შემდეგ ჩვენ სტუდენტებს. შევადაროთ ჩვენ სტუდენტებს და ისინი რაოდენ განათლებული ადამიანები გზანდებოდნენ. დაჩაგრული მონები. დაჩაგრული მონები იყვნენ. ნუ იცით რა არის? სისტემა ფაქტობრივად არ არის შეცვლილი და აი ზუსტად ანალოგიური, აი არაფრით არ განსხვავდება ჩვენ, მაგრამ იცით რა იმ თაობაში იყვნენ იგივე ანუ ჩვენ მამები, რომლებიც გვიყვებიან რაღაცებს, რომელიც მიწის ქვეშ იქიდან უსმენდნენ როკ მუსიკას, ისე არ შეიძლება ხო მოსმენა და რეალურად მათ ჰქონდათ ცნება თავისუფლება. ანუ მართლა იგივე ირაკლი ჩარკვიანი და ეს ბიჭები, რომელიც დაახვრიტეს, მათ უნდათ თავისუფლება, რეალური თავისუფლება, რაც ჭეშმარიტია. მართლა, თუნდაც ვერ მიიღეს ეს. ხო? და აი ჩვენ ის მცნებაც არ ვიცით რა გვინდა. ხო, აი ეს უნდა განსხვავება, რომ იმათმა ვერ მიიღეს იცოდნენ რა უნდა. ჩვენ არ ვიცით რა. ისიც არ ვიცით რა გვინდა, აი ეს მოახერხეს, რომ მაშინ საბჭოთა კავშირმა რაც ვერ გააკეთა ის თავისუფლების სურვილი ჩაკლა ხალხში. ამებმა ეს რანაირად მოახერხეს, რომ არავის არ თავისუფლება. რა თქმა უნდა, არავის ბრალი არ არის რა და ურავის მუდმივ ადამიანმა უნდა თავის თავში ეძებოს პრობლემა და თავისთავად დაანაშაულოს პირველ რიგში. უკათენგო საუბარს ცოტა გადავხოთ, მოდი წერა ნახსენეთ აპირებთ წიგნის გამოცემას. წიგნზე ვისაუბროთ ჩვენი გადაცემის დასასრულ რამდენიმე სიტყვით არა, ძალიან რთულად შეგვიძლია მოვასწროთ წიგნზე საუბარი. რას ეხება წიგნი და ვისი ავტორობით არის? ეს არის წიგნი გამოგლუბი პარუნას არა, სახელი და გვარები იქნება მინდა გითხრათ. სახელი და გვარები. ჩემი და თენგოს იქნება პირდაპირ მინდა გითხრათ ამ ორი ადამიანის ჩვენი შემოქმედება იქნება წიგნს ერქმევა ნობელისკი ესე გადავწყვეტეთ და აი რაც ახლა დღეს გავაჟღერეთ და წავიკითხეთ ის იქნება თითოეულ პრობლემებზე იქნება ორიენტირება და მინდა გითხრათ იცით რა მარტო ესე არ იქნება რამოდენიმე ლექსი გვაქვს შეგიძლიათ მე Facebook-ზე ნახოთ აი ისეთ ადამიანებს მიუძღვნილი ან რაღაცაზე მიუძღვნილი მოვლენაზე მიუძღვნილი რაც აი იმსახურებს რეალურად პატივისცემას და ეს მარტო არ არის. მაგალითად რას გულისხმობთ ერთი მაგალითი? ნუ მაგალითად ახლა იგივე ირაკლი ჩარკვიანზე, იგივე 78-ზე. და ასე შემდეგ. მოვლენაზე, რომელიც აუცილებლად ჩარკვიანი ჩემეზით იყო ნამდვილად მოვლენა.
რა თქმა უნდა და მინდა ვთქვა რომ იგივე შოთა ალხაიძეზე აქვს ჩვენიერი ლექსი ზოგი. ხო, ჩემ მეგობარი რომ ციხეში იმყოფება. ხო და უკანონოდ ის უკანონოდ კლები არ არის რა თქმა უნდა.